მთელი დღის განმავლობაში ვეძებდი კულტურული მემკვიდრეობა აფეთქების საშუალებით და განადგურების საშუალებით, სად, რომელ ქვეყნებში მოხდა რომ გავნადგურებიათ. აი ძებნის დროს პირველი რაც ვიპოვ, ეს არის მეორე მსოფლიო ომი, როდესაც აფეთქების საშუალებით უამრავი კულტურული მემკვიდრეობა განადგურდა. მეორე მაო ძედუნის ჩინეთი 6000-ზე მეტი ბუდისტური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი განადგურდა. მესამე თალიბების მიერ განადგურებული უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა სულ ახლახანს რამდენიმე წლის წინ. მეოთხე ძალიან ცოტა ხნის წინ. ცოტა ნელა, იმიტომ რომ ვერ ვიღაცებს კამერა. ძალიან ხნის წინ, სულ რაღაც 2 წელიც არ გასულა ამის შემდეგ სირიაში შეერაღებული კონფლიქტის დროს დაპირისპირებულმა მხარეებმა როგორ ააფეთქეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი. და ბევრი რო არ გავაგრძელო, 2014 წლის 13 დეკემბერი მათხვით შეუერთდა საყდრისი სამწუხაროდ. ამიტომაც ვამბობ, რომ იქ სადაც ხდებოდა კულტურული მემკვიდრეობის აფეთქება, იყო ომი, დაპირისპირება, იყო ბრძოლა, მაგრამ აქ 2014 წლის 13 დეკემბერს აბსოლუტურად მშვიდობიან გარემოებებში, როდესაც ნახევარ საქართველოს დილით ეძინა, საყდრისი ააფეთქეს.